სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამήν. სიტყვა თქმული ჯვრის აღპყრობისათვის წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის მიერ. ყოველივე მწუხარება, რომელიც უკეთესობისაკენ შემოაბრუნებს კაცს, ძმანო, უპატიოსნესი და უმეტესი სიხარულია. რადგან კაცთა მოდგმა დღითი დღე მეცსა და უმჯობეს სიკეთეს ეძებს. ასევე არიან მენავენი, თუ კი დარია და კარგი ნიავი, დიდად უხარია და სულთ ვიდრე ღელვა დაიწყება, მანამ მივიდნენ სასურველ ადგილზე. ასევე ემართებათ მოგზაურებსაც. კარგი ამინდი ახარებთ, ვინაიდან დროულად მიაღწევენ დანიშნულების ადგილამდე. უხარიათ მათაც, რომლებიც მწუხარების შემდეგ ნუგეშს იღებენ. უფრო მეტი შვება კი იმ ადამიანებს ეძლევათ, რომლებიც სნეულების შემდეგ გამოჯანმრთელდებიან. სიამით ივსებიან ბრძოლა გადატანიონი, როდესაც მშვიდობა ისადგურებს. ხარობენ ბნელიდან ნათელში მოხვედრილნი. ტკბილია ყოველი საქმე, რომელსაც კაცი აღასრულებს და შვებას მიიღებს. შევხარით იმასაც, რაც ღმრთის მოცემულია ჩვენს მოსახმარად. მშვენიერია ხორბალი, რომელიც დავთესეთ, ნაყოფი გამოიღო და დიდი სიხარული გვაქვს მოსავლის აღებისას. ასებია ვენახის შემთხვევაშიც. არსებობს მრავალი ხე, რომელთაც ისეთი ნაყოფი აქვთ, მასზე პირის დაკარებაც კი შეუძლებელია. ყურძენიც ხის ჯიშისაა და საოცარი სიტყვება აქვს. ზეთის ხილს სულ ფოთოლი ასხია, ნაყოფს კი თავის დროზე გამოიღებს. იგი სხვა ხეთა მსგავსი არ არის. წვრილი ყვავილი გამოაქვს, როგორც მტვერი. ნაყოფი თავიდან მწარია, როცა მწიფდება, დატკბება და შემდეგ ყოველგვარი საჭმელი მისით შეზავდება. საკურნებელადაც გამოიყენება და სანთლადაც გამოიყენება. ეს მცენარე ყველანაირად სასარგებლოა და ადამიანს ახარებს. თუ კი ხორცის მოსახმარი ასე ბედნიერს ხდის კაცს, მაშინ საყვარელნო უმშვენიერეს მივიახლოთ და ვიხილოთ, რამდენი სიხარულის მომნიჭებულია ქრისტეს ჯვარი. რამდენი სიკეთე აღსრულება მისი ძალით, თუმცა მწუხარებაც ახლავს უფლის ჯვრის სმენას, მაგრამ უმეტესად სიხარულით აღმავსებელია და მშვენიერებით გარდამატებული. თქმულია, რომ იგი არის ჰურიათა საცდური და წარმართათვის სისულელე. ჩვენთვის კი მორწმუნეებისათვის ცხონება და უკვდავება. ჯვრის ხსენებისას მორწმუნეებს მწუხარება იპყრობთ. არა ჯვარცმის გამო, არამედ ურწმუნო ჯვარმცმელთათვის. ჯვარი ცხოვრება ეკლესიისა, ჯვარი სიქადულია მისი ყოველი მავედრებელისა. ჯვარია, რომელმაც განგვაშორა პირველ ბოროტს. ჯვარია, რომელმაც ყოველი კეთილი მოგცა, პირველი მადლი. ჯვარია, რომელმაც განგვაშორა ღმრთის მტრობას, გვარწმუნა ქრისტე და შეცდომელნი მისკენ მოგვაქცია. ჯვრისაგან განვეშორებით ეშმაკის სასტურებს, სიკვდილსა და წარწმენას. როდესაც ქრისტეს მიმდევრებს ესმათ, თავიანთი მოძღვრის ჯვარცმა წუხდნენ და დორწმინავდნენ, ხოლო როდესაც აღდგომა ეხარათ, დორწმინვა და მწუხარება სიხარულად გარდაექციათ და წმინდა ხმით დიდებას უძღვნიდნენ მას. ჯვარმა კაცთა ბუნება ანგელოზთა წესის გახადა. ყოველ ბოროტს განაშორა და უხრწნელი ცხოვრების ღირსად აქცია. ადამიანს მხოლოდ კაცი კი არა, ღმერთიც უწოდა, როგორც დაწერილია, მე განვაცხადე, თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი, როგორც ამბობს დავით მეფსალმუნე. უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს. მისი ბატონი, არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია
მამისა ჩემისაგან, როგორც ამბობს იოანე მახარებელი. ხედავ, რამდენი კეთილი აღესრულა ჯვრით, მისი მორწმუნეებისა და მოშიშებისათვის. და ასევე, რათა უფრო მეტად შეიცნო ჯვრის ზალა, დაფიქრდი, რა ხდებოდა ჯვარცმის წინ, ან მას შემდეგ და მიხვდები ჯვრის საკვირველებას. ჯვრამდე ძე არავინ იცოდა, ხოლო დღეს ჯვრის ქადაგებით ქრისტე ცხადდება და მამა ძისაგან შეიცნობა. ჯვარზე ადრე ეშმაკს სცემდნენ თაყვანს. დღეს კი ჯვრის ქადაგებით ეშმაკი დაეცა და მისი ყოველი მსახური გაიფანტა. ჯვრამდე კაცნი ცოდვასა და სიძვაში იყვნენ, ხოლო დღეს ხორცმა სიწმინდე შეიმოსა, რადგან ჯვრის ქადაგებით არა მხოლოდ სიძვას განვეშორებით, არამედ ქალწულების გზას ვადგებით. ჯვარი არ იქადაგებოდა და ეშმაკებმა იუდეველები ქრისტეს წინააღმდეგ შეკრიბა. დღეს ქრისტე იქადაგება და მოციქულების მიერ ებრაელები ქრისტეს აღიარებენ. ჯვარი სანამ არ იქადაგებოდა, ყოველი სოფელი სიკვდილს შეეპყრო, ხოლო ახლა ჯვრის ქადაგებით სიკვდილი უკვდავებად და საუკუნო ცხოვრებად მოგვეცა. ჯვრამდე 60-ისაგან უცხონი ვიყავით, ხოლო როდესაც ჯვარი გამოჩნდა, ავაზაკმა მაშინვე ირწმუნა და 60 დაიმკვიდრა. ეხა დიდი ძალა ჯვრისა, რამდენი ცვლილება აღასრულა კაცთა მოდგმაში. ბნელიდან რა დიდ ნათელში მოგვიყვანა. ახლა არ ბნელდება კაცთა გონება, რადგან ჯვრის ნათლით ცნობიერება ბრწყინდება, ურწმუნოთა ყურები აღარ არის დახშული და უფლის სიტყვა ესმით, ხოლო ბრმებმა უფლის დიდება იხილეს. ეს ყოველივე ჯვრის ძალით ახსოვდა. და არის კი ჩვენში რაიმე კეთილი, რომელიც ჯვრისაგან არ არის. ჯვრისაგან კეთილი სარწმუნოება და ღვთის ყოველი მსახურება ვისწავლეთ. ჯვრისაგან ღმრთის სიმართლე მოგვეცა, სიყვარული და მშვიდობა. ჯვრისაგან შორს მყოფნი ქრისტეს მივიახლეთ. ერთმანეთს ვიცნობთ, გვიყვარს და სული წმინდის მადლი გვეძლევა. ჯვრისაგან სიყვარულის ძალი შევიცანით და მოყვასისათვის სულს დავდებთ. ჯვრისაგან ამ ქვეყნიურს არად ჩავაგდებთ, რათა მომავალი ცხოვრება მოვიპოვოთ. ჯვარი იქადაგება, სარწმუნოება გამრავლდება და ჭეშმარიტება ყოველ სოფელს ეკადაგება. ჯვარი იქადაგება, მარტვილნი გამოჩნდებიან და ქრისტეს სარწმუნოება გაძლიერდება. ჯვარი იქადაგება, აღდგომა გამოჩნდება და ცხოვრება გამორწყინდება. ჯვარი იქადაგება, ურწმუნონი მოიქცევიან და ცხონდებიან. ჯვარი ყოველივე იმის მოსაპოვებლად აღიმართა და რა არის სხვა ჯვარზე უპატიოსნესი და ჩვენი სულისათვის საჭირო. ათ საყვარელნო, ნუ გრცხვენიათ ჯვრის ხსენება. თამამად ვაღიაროთ ის, რომლითაც ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი, ანუ გადარჩენისათვის. ხედავ, ჯვარმა რამდენი უჯულო საქმე გარდაქმნა და ყველაფერი მშვენიერად შესწვალა. ახლა ეშმაკს აღარ ვემსახურებით, რადგან ღმერთი მოვიდა, ყოველი ბნელი გაფანტა და წყალობა მოგვფინა. ყოველი ხორციელი ფიქრები და შვება მოსყო და სიწმინდით ცხოვრება გვასწავლა. სიძვის უკეთურება განდევნა და სიწმინდით ქორწინება დაგვიწესა. პირველად ეშმაკმა შემოაგდო სიძვა და კერძსახურება. ახლა ურჯულოების ძირი ჯვარმა აღმოფხრა. ყოველი ურჯულოება კაცთაგან განაშორა, სული გაწმინდა, რადგან სარწმუნოებისა და სიმართლის ნაყოფი გამოიღო. ღვთაების საუნჯეები გახსნა და თავისი ნაყოფით გაამდიდრა. ყოველივე სიწმინდის სულით აღავსო და უკვდავების წყარო დაქცია. ეს ყოველი ჯვრით მისცა ქრისტემ თავის დაბადებულს, ყოველივე კეთილი მისგან არის და ხედავთ და ძის გულისხმის ყოფაც ჯვრისაგან გვესწავლა. ახლა როდესაც იხილა ჯვარის ძალას, დაფიქრდი, რას გვანიჭებს იგი და მასში ღვთის საქმეს იპოვე. ჯვარი ცხოვრებისათვის აღემართა და სოფელს სიცოცხლე მიეცა. ჯვარი სიკვდილისათვის აღემართა, რათა სიკვდილი დაეთორგუნა.
ჯვარი ჭეშმარიტებისათვის აღემართა, რათა ყოველი სოფელი ჭეშმარიტებით აღებსო. ჯვარი უფლისათვის აღემართა, მან ჯვარზე ხელები განაპყრო და ყოველი მისკენ მოიზიდა. ქრისტემ ჯვარზე ხელები განაპყრო, ეშმაკი დაეცა და სოფელს სასწაული ცხოვრება ებოძა. ქრისტე ჯვარს ეცვა და ყოველი სოფელი ჯოჯოხეთს განარიდა. ქრისტე ჯვარს ეცვა და სოფელს ახალი სასწაული აჩვენა. ურწმუნოებს სასჯელი რომ შეესნოთ, მზის სინათლე დააბნელა. მორწმუნეები კი ბნელისაგან მოქცეულნი, ნათლის გამო გახარებულნი დარჩნენ. წინასწარმეტყველი იტყვის, იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუა დღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას. დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად ვაქცევ, როგორც ამბობს ამოს წინასწარმეტყველი და ეს სიტყვები ეხებოდა იუდეველებს. რამდენი საიდუმლო აქვს წინასწარმეტყველის სიტყვას. იგი გვასწავლის, რომ ებრაელები, რომლებიც რჯულის ქვეშ იყვნენ, გლოვობდნენ, რადგან დამთავრდა მათი დღესასწაულები და აღარა იერუსალიმში მათი მსახურება. აღარ აღსრულდება ძველი წესები ქრისტეს მოსვლით, ვნებითა და ჯვარცმით, რადგან დასრულდა ებრაელთა რჯული და მონად იქცნენ თავიანთი ურწმუნოებისა და ჯვრის განდიდების გამო. წარმართნიც გლოვობდნენ ცოდვებისათვის და როგორც უფალი ბრძანებს, ნეტარ არიან მგლოვანენი, ვინაიდან ისინი მუგეშინისცემულნი იქმნებიან. სინანულზე კი ბრძანებს, კეთილია უფალი მისი მოსავთათვის, მისი ძებნელი სულისათვის. იერემია წინასწარმეტყველი. ასევე ჩვენც, როდესაც შევწუხდებით ცოდვების ან და ეშმაკის სტუნების გამო, გავეშუროთ ჯვრის სასწაულისაკენ, რომელიც ქრისტემ მშვილდის პირისაგან გასაშორებლად მოგცა, გვიხსნა, ანუ განსაცდელებისაგან გვიხსნა, ჯვრის ძალითა და მადლით. გვიხსნა თავისი საყვარელნი, გვაცხოვნა თავისი მარჯვენით და ისმინა ჩვენი, რადგან ის არის ჩვენი სასოება, მარად ვებედროთ ჯვარს და აღმართოთ იგი სიკადულად, სიხარულად, საჭურველად, ფარად და მცველად ჩვენი სულისა და ხორცისა. ქრისტეს ჯვარი ჩვენი სიამაყეა, რათა მისით განვისწავლოთ, ჩვენი გონება ზეცად მივმართოთ, ღმერთს მივიახლოთ და ღვთის სასუფეველის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გილოცავთ ჯვართ ამაღლებას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგუთხოთ.